დღეისევ გრძელდება. ნიჭიერის სცენაზე ბევრი უცნაური რამ ხდება. წინ სხეულით ხატვის ხელოვნება გველოდება. თუმცა მანამდე გთხოვთ 18 წლამდე მაყურებელი ეკრანებს მოარიდოთ. გამარჯობა. გაგვაცალით თუ შეიძლება? წყიალე, მცირე ვარ, კუპრაშვილი. მცირე ხართ კუპრაშვილი? გასაგებია და რა უნდა გააკეთო? სხეულით უნდა ვხატო. უი, რა საინტერესო. ამას ბავშვებიდან ვაკეთებ, ასოდის ფუნჯი ხელში ატყუია. ანუ ხატო არის. უბრალოდ აი ესეთი განსხვავებული სხვები. და არასდროს ფუნჯი არ ქცევია ხელში და ისე ხატავთ სხეული. თქვენი მეგობრები რას აკეთებენ? ჩარლის უჭირავს ეს ტილო, აქ ქალის ყოფნაც აუცილებელია, იმიტომ რომ ქალისა და კაცის ინტიმს მე ვქმნი იმ ნახატში. ვეღარ ვიტყვინებ რომ აჰა. სამებით გამარჯობა. გაგვეცანით თუ შეიძლება. მცირე ვარ კუპრაშვილი. რატომ მეთი რა ქვია? რატომ გვემალებით ესე ვთქვათ? ნელ-ნელა მოვიხსნი ყველაფერს. რამდენად ყველაფერს? სულამდე? თითქმის. მაშინ გითხარით რა ნომერი უნდა წარმოგიდგინოთ? სხეულით ხატვა, აბსოლუტურად ყველა ნაწილით. რაზე უნდა დახატოთ? ტილოზე. ტილოც იქნება. მე მგონი არღის ამდენი ლაპარაკი მოუკვდილდი ინტერესი. ეხა ბოლ კითხვას დავსვავ კიდე რა უნდა დაგვიხატოთ? რამე ძალიან აბსტრაქტულია. ინტიმური, ეს იქნება ქალის და მამაკაცის ინტიმი. ინტიმ. ეს ხოთ დაიწყეთ, მოუთმენლად ველით. ინტიმი. დაიწყო ხელით ხატვა. გრუნდავს. მე უკვე მაინტერესებს. მყრები ჩაერთო საქმეში. რა გამოდის ნახატზე? ნახატს ვინ უყურებს კაცო? მამაკაცი როგორ ჩანს ნასიამონები არის? მაგრამ მე მაისვლი რომ მეგონი ტილო ცოტა ხელი შემშლელი იყო ამ ინტიმში. მე ერთი რაღაც მაინტერესებს სირა. თუ შეიძლება გითხარით ნახატზე რა ხატია? ინტიმია. აი დეტალები, აი რომელ მეთქვით, სადაც შეიძლება ინტიმი დავინახო. ეს უნდა განიცადო. აი თქვენ რა განიცადეთ? მე ჯერჯერობით ვერაფერი ვერ განვიცადე. შენ განიცდი როცა შენ დაგაჭერინებენ მაგ ტილოს, აი მაშინ განიცდი. იცი რა მე მაინტერესებს რა იქნება შემდეგში. ბანო რას ამბობ? რა ვიცი მე რა გითხრათ, მე სამწუხაროდ ვერაფერი ვერ განვიცადე, ალბათ ძალიან უგულო ადამიანი ვარ. ამ ნახატით. ამიტომ მე ვიტყვი ალბათ არას. მე ვამბობ კის. ესე იგი ჩემზეა გადახვალთ თუ არა? აბა ეხა გადაწყვეტე. სოფო. არ გაინტერესებს? საკმაოდ ინტიმურია.
ვიტყვი კის იმ შემთხვევაში, თუ შემდეგში უფრო საინტერესოს გვაჩვენებ და უფრო ინტიმური იქნება, უფრო თავისუფალი და გახთილი. მაშინ ასე გეტყვით. შემდეგში მე სურათს გავაციცხვი. მაშინ კი? ორი გიგავ. გელოდებით შემდეგ ტურში. გელოდებით შემდეგ ტურში ეს ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება. როგორც თქვით, ნიჭიერი არის მოულოდნელობებით აღსავსე პროექტი. მართალია ჟიურის გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, მაგრამ ცირა კუპრაშვილი მაინც გადავიდა მეორე ტურში. თუმცა შემდეგ მონაწილეებს ცირასგან განსხვავებით არ გაუმართლა. მათ ჟიურისგან მტკიცე არ ამიიღეს. გამარჯობა გოგოებო. ვიხართ? ჩვენ ვართ ჯგუფი მოსმარკი. ეს არის ჩვენთვის ორი საყვარელი ადამიანის გვარებისაგან შემდგარი სახელი. მოსიაშვილი და მარქარაშვილი. ის ორი ვინ არიან? ადამიანები, რომლებმაც გვირჩიეს პირველად ერთად გვეცეკვა. ნახოთ აბა რა შეძელით. I'm a bastard if it's true. Things she did to me is what I did to you. I'm a bastard if it's true. And I guess it's true. მე ვიტყოდი რომ ეფექტური აქ არაფერი არ იყო. მე ამოფარას. მეც არა უნდა გითხრათ. თქვენ გაქვთ სამიარა და ვერ გადახვედით შემდეგ ტურში. გამარჯობა. გაგვეცადე. ნათია ჯინჯველეიშვილი ფოთიდან. კარგი, დაიწყე ნათია. ეს არის ისეთ სიმღერა, რომელსაც განსაკუთრებული შესრულება ჭირდება და თქვენ ეს სამწუხაროდ ვერ შეძელით. თქვენ გაქვთ სამი არა, ვერ გადახვედით შემდეგ. გამარჯობა. გაგვეცადეთ. ვერიცანი შრეკია. შრეკი კი, მაგრამ რას აკეთებ? მაიმუნი. სამაიმუნო ხალხი ახლა ჩვენ კაცო. აი მე. შრეკ. თქვენ ვერ გადახვედით შემდეგ ტურში. წადი ფიონა. ხო. არ მოგვიგინეთ? ეს ნომერი არ იყო კარგი. არას ვიტყვი. არა. სამწუხაროდ სამი არა გაქვთ თქვენ. ჟიური ცოტა არ იყოს ცუდ ხასიათი.